უწყვეტი პროტესტი და უცვლელი მოთხოვნები უკვე 101 დღე ეგორში. ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და საპროტესტო აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით საკრებულოს შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ყოველდღიურად იკრიბებიან. როგორ იყო პროტესტის მე-100 დღე და რა განცხადებები გაკეთდა, თემით შოთიკო სადაღაშვილი შემოგვიერთდება. ირმა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი გორში კვლავ გრძელდება და უკვე 101 დღეა ისინი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას, აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. არგუმენტი აქვთ ერთი, მათი თქმით ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა, ხელისუფლებას კი საგარეო კურსი რუსეთისკენ მიჰყავს. გორელ პროტესტანტებს სოლიდარობა იმ ადამიანებმაც გამოუცხადეს, ვინც თვეებია დედაქალაქის მთავარ გამზირზე იგივე მოთხოვნებით დგანა. პროტესტი არის ყველგან, მაგრამ ყველგან არის პროტესტი ხარი, მტკიცე და უამრავი ადამიანი გამოთქვამს ზადყოფნას, რომ ამ პროტესტში იყოს იქამდე სანამ შედეგი არ დადგება. უბრალოდ მართალია სიმართლეა იმის თქვა, რომ ბევრი ადამიანი ამ პროტესტში არის პასიურად ჩართული, მაგრამ გულშემატკივრობს ამ პროტესტს. ბევრი არის აქტიური. და მოვა პერიოდი, მოვა დღეები, როდესაც აი პასიურად ჩართულები ამ პროტესტშიც გააქტიურდებიან. და ეს იქნება ალბათ უკვე დამაგვირგვინებელი ეტაპი, როდესაც ცვლილებებთან ძალიან ახლოს ვიქნებით. მე ჩამოდი აქ მადლობის სათქმელად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 100 დღის განმავლობაში არიან პრინციპების და ამ ქვეყნის ერთგულები, არიან პოლიტპატიმრების ერთგულები და არიან ყველაზე მნიშვნელოვანი აი ამ ბრძოლის ერთგულები და შესაბამისად ჩვენ თითოეულ ჯარისკაცი უნდა ვიცოდეთ სახელზე, თითოეული მეომარი და უნდა ვამხნევდეთ ერთმანეთს და მე მგონია რომ ვერცერთი ქალაქი ვერ გაიმარჯვებს ცალკე. საქართველოს უნდა გაიმარჯვოს და ამიტომ ყველა ქალაქს და ყველა რეგიონს ოქროს ფასი აქვს. მოგეხსენებათ გორში 100 დღის მანძილზე მიმდინარეობს პროტესტის უწყვეტი აქციები და მინდა მხნეობა უსურვა აქ თითოეულ წევრს აქ ვინც დგას ყოველდღიურად დღეს აქ იმიტომ ვიმყოფები რომ მინდა გვერდში დავუდგე გორელ მოსახლეობას. საპროტესტო აქციებს და მათ მოთხოვნებს ეხმაურება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე. მანჩარ ლაფაჩი ამბობს, რომ საპროტესტო მუხტი აღარ არსებობს, რადგან მისი შეფასებით ხალხისთვის ოპოზიციის ტყუილი თვალსაჩინო გახდა. იგი ამბობს, რომ მოთხოვნები, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ, არის არალეგიტიმური, შესაბამისად არანაირი ხელახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება. იმ შემთხვევაში კი თუ ასეთი რამე მოხდება და ჩატარდება ხელახალი არჩევნები, ოპოზიციას გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს. 100 კი არა, 300 დღეც რო გაგრძელდეს პროტესტი, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ის მათი მოთხოვნები, რასაც ისინი ამ პროტესტის სახით გამოთქვავენ და გამოხატავენ. მათი მოთხოვნები არის ადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და თავიანთვის მოგონილი ვითომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. თუ მათ გონიათ რომ ხვალაც რო ჩაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები და რამე მიზანს მიაღწევენ და რამე წარმატებას მიაღწევენ, ძალიან ცდებიან. პირველ რიგში ყველანაირ კანონსა და საფუძველს აცელია ეს მოთხოვნა, ეს ქართულმა საზოგადოებამ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა დაინახა მათი ნამდვილი სახე და რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, რასაც ეგენი უწოდებენ, ადამიანები, რომლებიც ანგრევენ ქვეყანას, რომლებიც წავენ პოლიციელებს, რომლებიც ძალადობენ ინფრასტრუქტურას ანადგურებენ, რომელშიც მოსახლეობა თავიანთ გადასახადებიდან ფულს იხდის და იმ მოძალადეებს და იმ ადამიანებს, რომელსაც ქვეყნის დანგრევა უნდა და ადამიანებზე ძალადობენ, თუ ისინი პოლიტპატიმრები არიან, მაშინ რა ვიცი ახლა შეფასება თვითონ მოქალაქეები აკეთებენ. რაც შეეხება მუხტს, მუხტი რა თქმა უნდა არ არის და აღარც იქნება, მათ გვერდზე იდგნენ ადამიანები, რომლებსაც მართლა რაღაცა ეჯერათ, მაგრამ დაინახეს ნამდვილი სახე. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის გარედან დაფინანსებული, რა წამს ფინანსებია, მაშინ გამოდიან ის აქტიურ ფონზე ის ადამიანები, ვინც ამ თანხებს იღებენ. ჩემი შეხედულება და ჩემი აზრი ესეა და სიმართლეც ეს არის რა. 100 დღე ეს არ არის ისეთი აღსანიშნავი თარიღი, რომ ეს რაღაცას ნიშნავს. ყველანაირ საფუძველს პოლიტიკურს, აი ეს რანაირადაც გინდა შეხედო ეს მუხტი და ეს პროტესტი არის აბსურდი. იმის მიუხედავად, რომ საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე არც ერთი მხარის პოზიცია არ იცვლება და შეიძლება ითქვას, რომ აქციის მონაწილეებმა საბოლოო შედეგს ჯერ ვერ მიაღწიეს, ისინი დანებებას არაპირებენ და ამბობენ, რომ პროტესტი საბოლოო გამარჯვებამდე იქნება. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი თვითმმართველობის არჩევნებში მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის ემზადებიან.